რას აპირებს სააკაშვილის პარტია გუშინდელი კადრების გასაჯაროების შემდეგ? ეს არის პირველი კითხვა, რომელიც მე მინდა თქვენ დაგისვათ და რომელზეც მე მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო. მადლობა ინგა. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მოკლე შეკითხვა იყო და ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე თავდაუზოგავად უკომპრომისოდ და მართლაც თავდადებით. ის რაც ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრ ამორჩეველს, ხარდაჭერს, წევრებს, მათ შორის ლიდერებს, რაც არ უნდა დღეს მდგომარეობით განსხვავებულ პოზიციებზე რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვიკავებდეთ. არის დრო, არის მოცემულობა, როდესაც ყველა ეს უნარი, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, იქნება განვითარებული და ჩვენ საერთო მიზნის გარშემო გავერთიანდებით და ბოლომდე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც, რა თქმა უნდა, ვეცდებით და მივაღწევთ გამარჯვებას და ამ შემთხვევაში გულისხმობ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმწვავესი გამოწვევის წინაშე მდგომი სახელმწიფოს გადარჩენას, დიახაც შემთხვევით არ ვამბობ ამას ინგა, მე მიმაჩნია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ყოფნა არ ყოფნის საკითხი არის მომდევნო მინიმუმ 1-10 წლეულის ბედის განსაზღვრის დიახაც საკითხი. იმის და მიხედვით, როგორ მოვახერხებ ჩვენ ამ უდიდესი და უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტას უახლოეს პერიოდში, განისაზღვრება მომავალი უახლოესი ამ ჩვენი სახელმწიფოს, ისევე როგორც ეს მოხდა სამწუხაროდ, მაშინ მოხდა ძალიან ნეგატიურად და ძალიან უარყოფითად აისახა ქვეყნის მომავალზე 2030 წლის წინ 31 დეკემბერს, როდესაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, ხომ? და ჩემზე კარგად ახსოვს ბევრ თქვენ მაყურებელს, როგორ განვითარდა ამ ქვეყნის სახელმწიფოს მომავალი. ამიტომ თუ რას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ძალიან გულახდილად მინდა გითხრათ და დავარწმუნოთ, ამაში დარწმუნდება ყველა, აბსოლუტურად ყველა. სიცოცხლის რისკის ფასადაც ბრძოლა სახელმწიფოს მომავლისა. ამ მომავლის შანსის უკან დაბრუნებისთვის. უნდოდა მავანს, არ უნდოდა მავანს, ხო? ამ ყველაფრის გაკეთება რა დღეშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდეს, ეს რიტორიკული კითხვა, უნდოდა, არ უნდოდა, მე ვფიქრობ, უნდოდა და განზრახ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები იდგმეოდა უკანასკნელი წლის განმავლობაში. დიახაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან. ამიტომ მე არ გადაწყვეტინეთ, ამიტომ თქვენ იხილავთ. არა, იხილავთ ინგა, იმიტომ რომ დაასრულეთ, კი ბატონო. არის ღია კონტექსტი, არის დახურული კონტექსტი, ხო? ბევრი რამ, რა თქმა უნდა, გაცხადებულია, ბევრი რამ აჩანს, მაგრამ მიზანი რჩება ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ანუ გათავისუფლება და ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, ხო? ყველაფერი თავის სახელით უნდა იყოს სახელდებული, ხო? ეს იყო ემოციური, მორალური, არ ვიცი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი წამება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სახელმწიფოს ბედის წამება იყო და ამ ბედთან თამაშობენ. ასე, დიახაც ეს ყველა მიცის, მათ შორის იმ ბატონმაც იცის და თუ არ იცის ძალიან მალე გაიგებს, ბატონმა ბრეგაძემაც. და მან უნდა იცოდეს, თუ უსმენს ჩვენს გადაცემას, რომ არავის არ ახსოვს 30 წლის წინ, როდესაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, ვინ იყო იუსტიციის მინისტრი. არავის არ ახსოვს, მე პირადად არ მახსოვს. არა და იყო, ხო, ვინმე შეგვენაც ხელისუფლებაში ვიღაცა იყო, ხო? რა დარჩა სახელმწიფო ისტორიას თავარი დაღი რა დაესვა, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოკლეს. და განვითარების ნაცვლად უკუსლა მივიღეთ, ასევე რბილად რო ვთქვათ. ამიტომ ახლა
ვინ არის ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი მხარდაჭერი სხვა ოპოზიციური პარტიის მე არ ვჯერა არ მინდა დავიჯერო ინგა რომ თუ დარჩა ასეთი გააზრებული ამორჩეველი ქართული ოცნების გუში რაც მათ იხილეს ეს ყველაფერი მათ მოეწონათ უბრალოდ არ მინდა მართლაც დავიჯერო არა თქვენ ამბობთ რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია იყო რომლებიც სიხარულის ხიჟინას აღმოთქვამდნენ გამოხატავდნენ ესენი არ არიან კი გეთახმებით ესენი არ არიან გააზრებული ამორჩევლები ესენი არიან აღსილი ადამიანების კომენტარები არ იყო ცოტა ყოველ შემთხვევაში წაკითხვას ნამდვილად თქვენ მოახერხებდით ამიტომაც ხაზი გაუსვით ნიეროდ აღმოჩნდა საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი, რომელმაც ღია დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ თუნდაც მიუღებელი ყოფილი ხელისუფალის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ ამგვარი ქმედება, ასეთი დამცირება, აი ის კადრები, რაც ვნახე და დამოკიდებულება, მათთვის შურისძიება არის მიუღებელი. საბედნიეროდ, ჩემს გარშემო მე რასაც ვკითხულობდი, ეს უფრო დიდი იყო ნაწილი. ნიკა, აი არ გაგაწყვეტინეთ, ბოლომდე მინდოდა მომესმინა თქვენთვის. მაგრამ მე მინდა ისევ გავიმეორო ჩემი შეკითხვა კონკრეტულად რას თქვენ ამბობთ რომ აი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ პარალელურად ხედავთ რომ მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად. ეს კადრები მხოლოდ ამისი დასტური იყო. ხედავთ როგორ ამცირებენ მას, რა ხდება, როგორ უსაჯაროებენ და ჩემთვის პირადად კადრების გასაჯაროება ეს იყო ყველაზე ამაზენი რამ პაციენტის კადრების თუნდაც პატიმარი პაციენტის მით უმეტეს კადრების გასაჯაროება მასთან შეთანხმების გარეშე. ანუ სანამ თქვენ საუბრობთ რომ ბრძოლა რომელიც გრძელდება ეს ხდება პარალელურად და როგორ აპირებთ შეაჩეროთ ეს ყველაფერი როგორ აპირებთ დაიცვათ თქვენი პარტიის ლიდერი. დიახ კონკრეტული პასუხი თუ გაქვთ. არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ლიდერი დამფუძნებელი კონკრეტული პასუხი არის დიახ, როდესაც ვამბობთ რომ ურთულესი დღეები ყურადღება მიაქციოთ, დღეები გველოდება წინ, დიახ, და კვლავ რჩება თავარი ამოცანა, და ამ ამოცანა ჩვენ ვერ დაგვივიწროებს ქართული ოცნება. რის მცდელობაც გუშინ სურდა ნაწილობრივ ქართულ ოცნებას და რავს გულისხმობ, ხო? პირველ რიგში ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. რაც არ უნდადეს ქართულ ოცნებას, არ უნდადეს, უბრალოდ მას ის მოუწევს. როგორ მოუწევთ? ნიკა და როდის მოუწევთ? მოუწევს ინგა, დროში გაწელიო წარმოგიდგენია თუ ზეგ ერთ კვირაში. არ ითმეს დრო. არ უწევს, არ ითმეს, რა თქმა უნდა, დრო, მაგრამ არ ითმეს ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხო, გუშინ მათ სურდათ ერთის მხრივ ადამიანების ემოციებზე თამაში. მიხეილ სააკაშვილი ამით ვერანაირად ვერ დაამცირეს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 7 თვეა არის, წარმოვიდგინეთ, ტყვეობაში ვივამეთში და რაღაცა 10 წუთიანი ვიდეო კოლაჟი რაღაცა შექმნეს სხვადასხვა დროის ვიდეო კოლაჟი გააკეთეს, ხო, კადრები მიაწებეს ერთმანეთს და ბოლო კადრმაც ხახო რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ის. ყველაზე თვალნათლივ მისი მდგომარეობა ალბათ ბოლო კადრიდან გაიგო მაყურებელმა საზოგადოებამ. ხო და მაინტერესებს როდისთვის წარმოგიდგენიათ რომ შედეგი დადგება. რის ჩვენება უსურდათ ამ ამორალურ არაჰუმანურ ხალხს. ეს ალბათ ძალიან რბილი შეფასებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალადობს ვინმეზე. თუ რა დაინახა ყველა და დაინახა თელმა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ პირიქით ემპათია გაიზარდა ყველა მხრიდან. ისმის ჩემი ხმა? კი, ისმის თქვენი ხმა. დიახ, კი, ისმის. ემპათია გაიზარდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ხო? სერბსკის სამანტყოფო იყო ასეთი და არის ახლაც მოსკოვში, სადაც დისიდენტებს ათავსებდნენ, ხო? სადაც ზვიად გამსახურდიაც ყავდათ 1977 წელს მოთავსებული, როგორც არასტანდარტულად მოაზროვნე
ადამიანი, დისიდენტი, განსხვავებული რეჟიმისთვის საშიში ადამიანი და ზუსტად ასე ექცეოდნენ. და მაშინ იმ წელს ზუსტად მერაბ კოსტავა ყავდათ აქ თბილისში, ორთაჭალის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი. ნაზი შამანაურიც ასევე, ხო? ერთი ინგა ძვირფასო მაყურებლებო იმ დროს რომ ტექნოლოგიური შესაძლებლობები ყოფილიყო განვითარებული, საბჭოთა რეჟიმი ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა გუშინ. ერთი. შესაბამისად, ეს რეჟიმი არის საბჭოთა რეჟიმი. ჩვენ ვამბობთ, როგორც საბჭოთა რეჟიმი, საბჭოთა რეჟიმის საუკეთესო ტრადიციებში მოქმედებენ, სხვა შეფასებებს ვაკეთებთ, ხო? არა, საბჭოთა რეჟიმი არის. შესაბამისად, ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ იქნება, რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში ურთულესი, მაგრამ თავდაუზოგავი. მე პირობას გეძა, უკომპრომისო, ინგა, იმას გულს რომ უკან დახევა არ იქნება. მე მithქვამს, ქუჩაში გადიხარ, მინდა მივხვდე რა სასამართლო პროცესის არა რაღაც არ არის აუცილებელი ყველაფერს მივხვდეს ხო ინგა. მაგრამ მანამდე რასაც საუბრობდით რა იყო ხო გავიმეორებ თქვენ ისნებოდით რომ სასამართლო პროცესის დასრულებას ველოდებით და ვერაფერი ძველებულად ვერ გაგრძელდება, მაგრამ ახლა ჩვენ ვაკვირდებით უკვე და მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაც შესაბამისად ადეკვატურია, ხო? უშინდელი დღევანდელი მისი განცხადება, რომ ხელისუფლება ცდილობს დროში გაწევას ამ სასამართლო პროცესების. ახლა უკვე პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ განაჩენი როდი იქნება. პრობლემა ის არის, როდის იქნება ეს განაჩენი. გუშინ ამ ადამიანებმა, ამორალურმა ადამიანებმა ცადეს ემოციებზე ეთამაშათ საზოგადოება და დაევიწროვებინათ ამოცანა, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობისთვის და საზოგადოებისთვის. და ვაბანკზე წასულიყო პარტია ერთი ნაციონალური მოძრაობა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ ჩართეთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. არა, მოთხოვნა არის ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ და ეს მოთხოვნა სანამ არ შესრულდება და თუ არ შესრულდა პირდაპირ გეუბნებით ისტორიის წინაშე კეთროვანად დარჩენას არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი, წარმომადგენელი, ხარდაჭერი და სხვაებიც მე იმედი მაქვს, იმიტომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ბევრჯერ გითხრას ხომ მარტო ბრძოლა. ჩვენ გვაქვს დღეს თეთრის განმავლობაში კომუნიკაცია სხვა პარტიის ლიდერებთან, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, იგივე მეგობრებთან, უცხოელებთან, ასე ეს გაგრძელდება ამ დღეებში, ხვალ ზეგ დაიწყება აქტიური მობილიზაციის პროცესი ინგა და მერწმუნეთ, რაც არ უნდა მე თქვენ ხა ახსნა განმარტება პირდაპირ ეთერში მოგცეთ, რაც ვაპირებთ თქვენ მაინც არ დარჩებით ყოფილი და ჩამეკითხებით თუ ეს ზუსტად გასაგებია, დობის საკითხია ინგა. მე გეგმა მაინტერესებს უბრალოდ როგორც ჟურნალისტი. ერთ რამეს გვირდებით ხახნო რა, ერთ რამეს. ახლა მე ვისურვებდი და ჯერა რომ ეს მოხერხდება უახლოეს პერიოდში მაქსიმალური ერთობა მიუხედავად ყველაფრისა. მთელი საზოგადოების იმ ჯანსაღი ნაწილისა ვისაც ნამდვილად ადარდებს ამ ქვეყნის მომავალი და არ გულისხმობ იმ ანგარებით ხალხს, ვისაც უხარია მიხეილ სააკაშვილის ტანჯვა. მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლების, ლიდერების, არ ვიცი რა განცხადებებსაც აკეთებენ ყველანი ხედავთ იქ Facebook, სხვა გვერდების კომენტარებში, რასაც წერენ და მიესალმებიან პირდაპირ ეთერში ადამიანის წამებას. ასეთ ადამიანებს არ გულისხმობ. ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობენ და იარსებებენ უბრალოდ რეჟიმები აძლევენ მსგავს ხალხს გაქანების შესაძლებლობას, რომ ისინი დომინირებდნენ ჯანსაღ ნაწილზე საზოგადოების, რაც მოახერხა დღეის მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. თითქოს ეს არის საქართველო. არა, გუშინ შეილახა ეროვნული პრესტიჟი, ნაციონალური პრესტიჟი შეილახა და არა მიხეილ სააკაშვილი, არავითარ შემთხვევაში. არა ნაციონალური მოძრაობა, არა თუ ეროვნული პრესტიჟი განადგურდა. და ამას რა თქმა უნდა განგებაკეთებენ და უარესაც გააკეთებენ, იმიტომ რომ მათთვის ფარული მიყურადება, მოსმენები, თვალთვალი, მე როგორც ვიხილეთ აგერ ნოდარ მელაძის საინფორმაციო გამოშვებაში, თქვენ საინფორმაციო გამოშვებაში, ტევე პირველის ტელეფონით
დაარბენიებენ ფარული მიყურადების კადრებს და ერთმანეთს უგზავნიან კადრებზე და ჩანაწერებზე მე მაქვს თქვენთან კითხვა, მაგრამ ხო, ჯერ ეს თემა დავასრულო. ნიკა ეს არის და თქოთ ერთმანეთს ვენდოთ და ვიცოდეთ, რომ არავინ არ აპირებს ხახტო უკან დახევას უახლოდ არავინ. უბრალოდ მართაც ღირსების საკითხია, ინგა, პირდაპირ აი დობის საკითხია, წმენის საკითხია, რამდენად ვენდობით ჩვენ და საზოგადოება ერთმანეთს. არის საკითხი, სადაც რომც არ გინდოდეს გულისხმობ, ხო, სხვადასხვა შეიძლება ადამიანებს, მაინც იმ ბრძოლის ეპიცენტრში მოგიწევს ყოფნა. აუცილებლად. აქ აღარ იქნება უკან დასახევი გზა, იმიტომ რომ ეხა ელოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც ხუთშაბათს არის ჩანიშნული, ხო? როგორც 22 არა ყველაფერია მოსალოდნელი ამ ადამიანების მხრიდან 22-შიც რომ არ დართონ ნება მიხეილ სააკაშვილს არავის აღარ გაუკვირდება პირველ რიგში აღარ გაუკვირდება მიხეილ სააკაშვილს ხო და არც ჩვენ მაგრამ ამოცანა არის სწრაფად ჩაამთავრონ ეს პროცესი სწრაფად დამთავრდეს 22-ში რომ ჩატარდეს და ამ ადამიანებმა თუ გაგვაგებინეს და გვითხრეს რომ წლის ბოლოს არ ტარდება მორიგი სასამართლო პროცესი ეს უკიდურესად დიდი პრობლემაა უკვე უკიდურესად დიდი პრობლემა არის მიჯრით არის ჩასანიშნი ეს სასამართლო პროცესები რომ დასრულდეს ავად ან კარგად რომ ვიცოდეთ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ იმ კონკრეტულ დღეს და დღეებში. გავიგე. ელოდებით, ანუ ამ არ დასრულდება, არ იქნება ინგა, არ იქნება გამარჯვება გარდა რა რის ფასადაც არ უნდა დაგვიჟოს. კიდევ ერთხელ ვამბობ. მინდა მიმართო ნაციონალური მოძრაობის ამორჩევრებსაც, ხარდაჭერებსაც. ცუდია დიახაც იქ შიგნით რაც მოხდა ჩვენს თავს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რომ კუთხეები დაამრგვალდეს ყველა მხრიდან და ნიშნის მოგებითი საუბარი. ნიკა რაღა დროსა ერთი წუთით რა მაშინ ისტორიული გამოწვევა ელოდება ამ არჩევნების თემა შიდა პარტიული ეხლა აღარ უნდა იდგეს დღის წესრიგში ცოტა გაუგებარია რა შიდა პარტიულ არჩევნებზე არის ლაპარაკი როდესაც თქვენი პარტიის ლიდერთან ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ხდება ის რაც ხდება ხომ არ გიმსჯელიათ საერთოდ ამ არჩევნების დღის წესრიგიდან მოხსნაზე ან გადაწევაზე, იმიტომ რომ აი ეხა ჩემთვის სრულიად გაუგებარია კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით როგორ უნდა დაგისვათ, მაშინ როდესაც წუხელ დავსხედით ტელევიზორებთან და ყველანი გავხდით ამ დიდი სატელევიზიო შოუს სანახაობის მოწმენი. აი ცოტა გაუგებარია ეხა ეს ჩემთვის. არ მსჯელობთ, არ ფიქრობთ რომ არჩევნების დრო ეხლა არ არის? იპასუხეთ. მადლობა ამ შეკითხვაზე. ცოტა არა, ძალიან გაუგებარია და ყველას იმესმის, ვინც ასეთ ვლის. ალბათ არ არის თუ დასაჭირებელი დღეს არავის არ გიმსჯელია საერთოდ არც გისაუბრია არჩევნებს. წარმოუდგენელია გუშინდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით და რა იყო ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის პოზიცია ამ პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ არჩევნებს ვეძახით, ესე ცნობილია და განგება არ მინდა ამ სიღრმეებში შესვლა მოვა ამისი დროც, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრს ვისაუბრებ ამ საკითხზე ახლა, მით უფრო გამიჭირდება იმ ამოცანის შესრულება, რაც მე ახლა მაქვს დასახული მიუხედავად პრობლემებისა, რომ მოხდეს შედუღაბება თუ არა დაახლოება წერტილების. ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამ წუთამდე ჯერ კიდე პარტიაში არ გაქვთ გადაწყვეტილი ერთიანი სამოქმედო გეგმა და ისევ არჩევნების დღის წესრიგზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ და არა ვთქვათ იმაზე რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ რა ქმედებებია საჭირო სააკაშვილის გადასაყვანად სამკურნალო. როგორ არა, ინგა, არა, თქვენ არჩევნებზე მკითხეთ.
არჩევნებზე დისკუსია საერთოდ არ მიმდინარეობს. ხო გადაწყვეტილება რომ ეხლა არჩევნებზე კი არა სააკაშვილის თემაზე უნდა იყოთ კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, არა ერთი წუთი ცუდია ის რაც მოხდა ინგა ჩვენ ხო ვიცოდით რომ ეს დღეები დაგვიდგებოდა. არ მინდა ბევრი ვისაუბრ, ჩვენ ხო ვიცოდით ჩვენ გუში ხო და გუში წიხო არ გავიგეთ რომ ეს დღეები მოვიდა. წარმოიდგინეთ რაღაც არსებული გეგმით ერთი ჩვენი კოლეგების გეგმით ნაწილი კოლეგების გეგმით ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო არჩევნები. თუ არ ვიცი 10 დღეში 9 დღეში. ეხლა ნორმალურად წარმოიდგინეთ რომ ეხლა მე თქვენთან ეთერში ვიყო და დებატები მქონდეს იგივე არ ვიცი ლევან ხაბეიშვილთან, იგივე არ ვიცი ნონა მამულაშვილთან ან გიორგი მომავალზეს და აი მე რეგენახა თქვენს აგიჟეთი და მე რეგენახა ხარისხი არაადეკვატურობის. და უმრავლესობა აბსოლუტურმა პოლიტიკური საბჭოს წევრებისა ამ ეტაპზე მაქსიმალურად გადავდეთ ეს პროცესი რომელიც შეიძლება დამანგრეველი ყოფილიყო, შეიძლება კი არა იქნებოდა და მართლაც ძალიან გული წყდება რომ ეს ყველაფერი ამ პერიოდს დაემთხვა, არ მინდა ვიხარ რომ დაამთხვიეს, არა, იმიტომ რომ არ მინდა ვიყო კონფრონტაციული, მაგრამ იცით, ვინ მესალმებოდა, ვინ აბა არის საკვე გუშინდელი დღე არის. გუშინდელი დღე არის და გუშინდელი დღეა და შეიძლება კი არა აუცილებლად არ ვიცი გუშინდელი კადრების გასაჯაროების შემდეგ ჩემთვის არჩევნების შიდა პარტიულ არჩევნებზე საუბარი მართლა გაუგებარი ხდება ამ ეტაპზე ხო არ მგონია რომ ჩვენი კოლეგები სხვადასხვა თქვენი აზრია და ჩემიც იგივეა და ჯერა უკვე რომ ძალიან ბევრის არა უმრავლესობის იმ ადამიანების ვინ შეიძლება ორი კვირის წინ სხვაგვარად ფიქრობდა პარტიაში ჯერა დიახაც რა თქმა უნდა რომელ არ არის არ მიმდინარეობს დღეს ფერდის განმავლობაში იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებით ნებად ლოჯისტიკურად ფიზიკურად ემოციურად ფსიქოლოგიურად გადამწყვეტი არის აი ისტორიული თავარი გამოწვევების ან უპასუხებთ ან ვერ უპასუხებთ მაგრამ ერთი რამ გარანტირებული აქვს ბიძინა ივანიშვილს არავინ თავს არ დახრის სიცოცხლის მოსპობის არ ვიცი ჯანმრთელობის დაზიანების რისკის ფასადაც არის დიახაც ამ ტიპის დემოკრატიულ ამ ტიპის უბრალოდ ოლიგარქიულ სახელმწიფოში სადაც დემოკრატიული წესწყობილება ენატრება თაობებს სადაც თაობები ახალგაზრდები ისმენენ რომ 400-მდე ევროპარლამენტარი იღებს რეზოლუციას სტრასბურგში და საუბრობს ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის დასანქცირებაზე უკუსვლაზე დემოკრატია სადოდ არ ახსენებს, არ არსებობს როგორც ასეთი, მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ხო, ამაზე მძიმე რეალობა რა შეიძლება დაეყენებია ბიძინა ივანიშვილს და თანამედროვე ჩვენი თაობის წარმომადგენლება რა შეიძლება გავაკეთოთ თუ არა ბოლომდე მაქსიმალური ძალის ხება რომელიც გადის თავდადებაზე და სიცოცხლის დათმობაზე. ეხლა არ მინდა ხმამაღლად არა მესმის რომ ამბობთ არ მინდა წინასწარ საუბარი აღარ არის სხვა დილემა არის პირველი პირდაპირ კითხავ დღეს ნაციონალური მოძრაობა უნდა იდგეს თუ არა აი ამ წუთებში ქუჩაში უნდა იდგეს თუ არა თუნდაც ვივამეთან დღეს ნაციონალური მოძრაობა სამ დეპუტატის არა ძალიან ჩვენ ვართ შედეგზე ინგა ძალიან გთხოვთ რა ძალიან გთხოვთ ჯეთის მივესალმები მათ ყველას ზოლის სხვადასხვა ფორმები არსებობს, ხო? შიმშილობა და სხვადასხვა. ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხარდაჭერა ამორჩეველი და არა მხოლოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქნება სხვადასხვა ფორმებში, ასე ვთქვათ, მოქცეული ბრძოლის. შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა გვინდა. ინგა, ჩვენ შეფასებებში შეიძლება შევწდეთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში მოქმედებებში შესწომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. არ გვაქვს და არ გვექნება. ამიტომ იდგება ინგა, ნუ აი, იცით რა, ყველას მინდა თქო, განსაკუთრებით ჩემთვის საპატივცემულო აზრის ლიდერებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს, ხო? ამ დროს, ამ დღეებში, აი, ძალიან გვჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ბიძინა ივანიშვილის და რეჟიმზე. კი ბატონო, მე მესმის ყველასი და გაუგებ მესმის და ყველას ვეცდები რომ შენი პარტიის ხარდაჭერი გულშემატკივრობს შედეგს, რა თქმა უნდა და ეს წუხილი ყოველთვის იქნება, სანამ შედეგი არ დადგება, იქნება და აბსოლუტურად მისაღებია. მაგრამ დგება ჟამი, დღეები, კვირები, სადაც მაქსიმალური ძალის ხმევა
ჭირდება საზოგადოებას დაეკონტაქტეთ თქვენს კონკურენტებს აი როგორც თავმჯდომარემ მაგალითად აიღეთ ტელეფონი დარეკეთ ხაბეიშვილთან მომლაძესთან ნონა მამულაშვილთან რომ მოდით ეხლა დავსხდეთ ერთად ერთიანი აქ არ არის კანდიდატების არა კანდიდატების მომისმინეთ ინგა აქ აღარ არის კანდიდატებზე საუბარი მე მესმის არ მინდა ამ წიაღს ფლოში შესვლა ისაც დაემართა ნაციონალურ მოძრაობას ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ უნდა დამართვნოდა მაგრამ აქედან უნდა ამოვიდეთ რაც შეიძლება სწრაფად ხო ეხა ერთი კვირის წინ კეთდებოდა განცხადებები რომ სხვადასხვა გვარი სხვადასხვა ტიპის დღეს კეთდება სრულიად სხვა მივესალმება და ნიშნის მოგებას უნდა შევეშვათ ხო რა თქმა უნდა გამგები გაიგებს ამას იმიტომ რომ ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის არავის არ უნდა მოერიდოს ბრძოლის სასტიკ ველზე ინგა ძალიან ხო აი მეწუნეთ ეს არ არის მხოლოდ კანდიდატების და ნაციონალურ მოძრაობის ლიდერების ზოლა ძალიან ბევრი ხო და პარტიის მხრიდან თქო მიხო შეთავაზება ამის გარკვევას ვცდილობ ნიკა კონკურენტებისთვის რომ მოდით დავსხდეთ ეხლა და დავილაპარაკოთ ეხლა როცა კადრები გამოყარეს ეხლა როცა მიშა ესე მდგომარეობაშია მსგავსი არაფერი დრამატულად არ რა შეიცვალა ორი დღის წინ გარდა იმისა რომ გავიგეთ რომ კიდევ უფრო ვერაგები და ველურები არიან ხო 2-3 დღის წინ ჩვენ გქონდა მსგავსი კომუნიკაცია გქონდა ხო მსგავსი კომუნიკაცია ხო ეხლა ყველა ცდილობს რა თქმა უნდა ურთიერთობები გაცივდა ურთიერთობები ჩემის აზრით განკერძოებული მძიმე გადაწყვეტილების მიღების შედეგად ჩვენ ახლა უფრო ძლიერად ვიქნებოდით რო არ ყოფილიყო 9 ნოემბერი თუ ესე ვიქნებოდით როგორც მაშინ ასე გითხავთ აპირებთ რომ შეეხმიანოთ მე ვაპირებ ახლა კომუნიკაციას მაქსიმალური მობილიზაციისთვის ჩვენს ყველა შესაძლო რესურსის მატარებელ ადამიანთან მათ შორის კონკურენტებთან აღდგენილი შელახული ურთიერთობა მე მათ ვთხოვ და ისინი ალბათ აუცილებლად მოვლენ და ჩვენ გვექნება საუბარი მით უფრო როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკეთებს განცხადებას კი ბატონო ნიკა გასაგებია ნიკა იყო ინგა ერთი კვირის წინ სრულიად სხვა იყო და ძალიან თხოვთ არ მინდა იმ ნოტების შემოტანა რომელიც შეუძლებს გახდის თანამშრომლობას კარგი ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ სახუმარო არ არის სანერვიულო ძიმე უმძიმესი და ურთულესი არავის შეშინებას და დარტყობას არ ვაპირებ მაგრამ აი იქ გამოჩნდება მართლა საზოგადოებას რა შეგვიძლია გაითიშა ნიკა მელიასთან ბოლო კითხვა აუცილებლად უნდა დავსვა, ამიტომ პროდიუსერებს ვთხოვ რომ გადაურეკეთ, დამაკონტაქტეთ, მასთან მე მაქვს კითხვა განცხადების თაობაზე, რომელიც ეკა მიშველაძესთან გააკეთა გუშინ ეკა ხერხეულიძემ, რომ თითქოს არსებობს რაღაც ჩანაწერები, ფალსიფიცირებული, მე ეკას სიტყვებს გავიმეორებ, რომელიც ნიკა მელიას საუბარს უნდა შეიცავდეს და ამ თემაზე მაინტერესებს მისი პასუხი. ნიკა, ბოლო კითხვას დაგისვამ თქვენი ნებართვით ვერაფრით ვერ დაგემშვიდობებით ჩანაწერებზე რომ არ დაგისვათ კითხვა რაზეც ინფორმაცია მივიღეთ ეკა ხერხეულიძისგან გუშინ ეკა მიშველაძესთან მან თქვა თითქოს არსებობს რაღაც ფალსიფიცირებული მე მის სიტყვებს გავიმეორებ ჩანაწერი თქვენი საუბრის რომლის გამოგდებასაც აპირებენ რა ჩანაწერზე გაქვთ ინფორმაცია თქვენ თუ გაქვთ მოსმენილი რას ამბობთ ამ საუბრებში და საერთოდ ვინ ავრცელებს, ვინ გეგმავს ამის გავრცელებას? ესაა ჩემი ბოლო კითხვა. ყველა ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ხელისუფლების მეცადინეობის გარეშე ადამიანების ხელისუფლებაში, რომელთა თვის ნორმად არის ქცეული, ფარული მიყურადება, თვალთვალი, შემდეგ შანტაჟი, დამცირება და შენ რაც გუშინაც ვიხილეთ, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა წყარო ეს ხდება, როდესაც რაცა ფარო ჩანაწერებზეა საუბარი, აბა წყაროსაც შეიძლება მოსმენილი გაქვთ თქვენ ეს ჩანაწერები. ამის მიღმა, კი ბატონო, ამის მიღმა ვის ხელშია, ვინ დაატარებს, ვისი ტელეფონი და რომელ ტელეფონში ვარდება, რას აკეთებენ, რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება, ხო? ეს ყველაფერი გაირკვევა მომავალში. უბრალოდ ამ ყველაფერზე იქნება ალბათ სიცხადე შეტანილი მომავალში ამის დრო ახლა არ არის.
არ არის ესეთი მძიმე შემთხვევები, თუნდაც იმ ფაქტს გულისხმობ, რომელიც თქვენ კითხვის სახით მე დაამისვით, არ ხდება ამ კონტექსტში, ამ დროს, ამ მომენტში, მით უმეტეს, როდესაც 2016 წლის ჩანაწერზეა საუბარი. 2016 წლის, როცა გინდა მოხდეს. ხო და ანუ ამას გეკითხებით, მოსმენილი გაქვთ, ხო? იმდენად დაბიო ამორალური. კი ბატონო, იმდენად დაბიო ინგა, იმდენად დაბიო ამორალური საქციელია, ამაზე საუბარი არ მსურს. კარგი, თქვეინება. ერთხელ და ორჯერ და სამჯერ და 10ჯერ გაუკეთებია ხელისუფლებას სხვადასხვა ადამიანების ხელით. დღეს ერთ ადამიანს საოცრება მოვისმინე. მე არ ვიციო ჩანაწერების შესახებ, მაგრამ პირადად მაქვს მოსმენილიო, მელი არა საუბრობდა ამას დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი, მორალური დაცემის მაგალითები ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის, რომ ბევრი ადამიანი გარშემო მორალურად დაეცეს, პირდაპირ გეუბნებით. პირიქით, ჩემი ამოცანა არის, რომ კიდევ უფრო მეტი შევზორო იქნება მორალური დაცემისგან ვიხსნა რამდენიმე ადამიანი მაინც გარშემო. მენანება ყველა, ვისაც შეუძლია და უნარი აქვს, რაღაცა ფარული ჩანაწერებით ირბინოს. ეს არის საშინელება. თქვენი პარტიიდან არის გაკეთებული თუ ოცნების მიერ ამის გარკვევას ვცდილობ, ნიკა. ან უნდა დავიდასტურო. აიგევა ყველაფერი, ინგა. აიგევა. ფარულ ჩანაწერებს ეხა მართა ქართული ოცნება, რომ დაცემო მოძრაობა გვისმენდა, ხა წყარო, ხოლო ქართული ოცნება არსებობს და იარსებებს და ეხა შემდეგ სად როგორ ხდება ეს კიდევ სალგე განხილვის საგანია. ერთი სიტყვით ქვეყანაში, სადაც დედაქალაქის მერი ბედავს და საუბრობს, კალაძე და ამით მინდა დავასრულო, რომ რა გვინდა ჩვენ ევროპაში, რა გვინდა ჩვენ დასავლურ ღირებულებებთან, მაშინ თუ თქვენ მე სააკაშვილის მკვლელობის უფლებას არ მომცემთ, ეს განცხადება გააკეთა, პრაქტიკულად მეტაფორულიც არ არის, ეს თქვა რეალურად, ხო? ამ ქვეყანაში არავის, არც ერთი ოჯახში დაბადებულ გაზრდილ ბავშვს ნებისმიერ ოჯახს მომავალი არ ექნება, სანამ ეს ადამიანები არიან იქ, სადაც არიან. იმიტომ რომ მათ საკუთარი ევროპა და საკუთარი ამერიკის შეერთებული შტატები თავისთვის ამ ქვეყანაში მოიწვეს სიმდიდრე, სილაღე, ფუფუნება აქ, მაგრამ ჩვენი ევროპული და დასავლური ინტეგრაციის ხარჯზე. და ამას უბრალოდ ისევე როგორც ბევრი თაობის წარმომადგენელი არ შეეგუება ახლაც არავინ თუ არა ბევრი არ შეეგუება და ვინც შეეგუება საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ გამარჯვებული ხალხის გვერდში დადგება. დიდი მადლობა და გამძლეობას გისურვებთ, ურთულესი პერიოდი გველოდება და ძალიან გჭირდება გამძლეობა და ურთიერთგატანა უახლოეს. დიდი მადლობა, რომ მიხავით ჩვენი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას რეაქცია იყო, მე მას დავემშვიდობები.